ფეოდალური ხანის ქართულმა ლითონქანდაკებლობამ მე-11-მე-12 საუკუნეებში თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მე-11-მე-12 საუკუნე ხაზგასმით ხასიათდება იმ მიმართულებით, რომელსაც პოლიქრონული სტილი ეწოდება. თუმცა ეს სტილი ქართული ლითონქანდაკებლობისათვის უძველესი დროიდანვე ცნობილია და ის პერიოდულად იჩენს თავს. ყველაზე უძველესი ხანა ამ სტილისთვის ეს გახლავთ მეორე 1000 წლეულის დასაწყისი. თრიალეთის განათხარ მასალების გარკვეული ნაწილისთვის სწორედ პოლიქრომული სტილია დამახასიათებელი. პოლიქრომული სტილის მწვერვალს მე-12 საუკუნეში წარმოადგენს ხახულის კარედი ხატი, რომელიც შექმნილია გელათის საოქრომჭედლო კერაში, სპეციალურად ხახულიდან გადმობრძანებული იმ დროსვე ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატისათვის. მე-10 საუკუნის თავდაპირველი სასწაულთმოქმედი ხატი დამზადებულია დავით კურაპალატის დაკვეთით, რომლის სახელსაც უკავშირდება ხახულის ტაძრის მშენებლობა. დავით აღმაშენებელს ეს ხატი დაძველებული უნახავს, რის გამოც იგი გადმოასვენა გელათში და ხატზე არსებული წარწერის მიხედვით მათ ამ ხატს უძღვნა ტაძრი თურთ. საინტერესოა ასევე ცნობა ვახუშტი ბატონიშვილის ქართლის ცხოვრებაში დაცული, სადაც ვახუშტი წერს, რომ დავით აღმაშენებელმა ხახულის ხატს აუშენა გელათში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სწორედ ეს ცნობა ასევე დაცულია ხახულის ხატის წარწერაში, რადგან ეუბნება, რომ სხეულით, სულით ტაძრი თურთ გიძღვენ ქალწულო. ტაძრი თურთ ამ შემთხვევაში გელათის მთავარი ტაძარი იგულისხმება და შესაბამისად ამ ხატისათვის მოიჭედა კარედი, ანუ ჩასასვენებელი. თუმცა თავდაპირველად მოჭედილობიდან მე-10 საუკუნისა დატოვა ხელთუხლებლად კარებების გარე მოჭედილობა, რომელიც მე-10 საუკუნეს განეკუთვნება, მოოქრილ ვერცხლშია შესრულებული და ის ზომით ზუსტად შეესაბამება კარებები ორივე კარის ზომას, რაც პირდაპირ დამადასტურებელია იმისა, რომ თავდაპირველად ხატი ძვირფას კარეთში იყო ჩაბრძანებული. საინტერესოა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ანდერძი თავისი ძის დემეტრე პირველისადმი. ჩემი ლალი და მარგალიტი ხახულის ღვთისმშობლისად შემიწირავსო, რაც პირდაპირ მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ ის ძვირფასი ქვები, რაც ხატზეა განაწილებული, სწორედ დავით აღმაშენებლის საჭურჭლიდან გაღებული შენაწერი გახლავთ. ორივე კარის ქვედა ნაწილზე მხატვრულ დამამთავრებელ აქცენტად გამოდის ის საქტიტორო წარწერები, რომლის ერთ მხარეს მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი, ხოლო მეორე კარზე დემეტრე პირველი. პირველ წარწერაში ნათქვამია, რომ ძველთადვე მამაქმნილი ხატს მეორე დამკობს დავით აღმაშენებელი. ესე იგი, აქ ხაზგასმულია იმ თავდაპირველი ხატის სიძველე, რომელსაც დავითი ამკობს და მას სამკაულს უბოძებს და ტაძარს უგებს. კეთილმსახურმა მეფემ ამ ხატის მოჭედვა გელათში დაიწყო, მაგრამ მან ვერ მოასწრო მისი მოჭედილობის დამთავრება. მეორე წარწერიდან ეს ნათლად ჩანს. ამ წარწერებიდან სრულიად ნათლად ჩანს, რომ დავითის დროს დაიწყო მოჭედვა, მაგრამ განსრულდა მოჭედილობის დიდი ნაწილი სწორედ დემეტრე პირველის ეპოქაზე მოდის და მან დაასრულა მოჭედილობა. მაგრამ ეს ჩანაფიქრი მისი მხატვრული გადაწყვეტისა უშუალოდ უკვე დავითის ეპოქაში გახლავთ შემუშავებული. აღსანიშნავია ტიხრული მინანქარი, რომელიც ხატზე მრავლად გვხვდება. მეფეთა საგანძურიდან არის ის აუარებელი ტიხრული მინანქრები, რომელიც ხახულის ხატზეა განაწილებული, იმთავითვე ჩაფიქრებული. ყველაზე უძველესი ტიხრული მინანქარი განეკუთვნება მე-19 საუკუნეებს. იგი სანაწილის ხუბს წარმოადგენს, ჯვარცმა წარმოდგენილი მწვანე ფონზე და თავისი შესრულების მანერით ეს გახლავთ ქართულ საოქრომჭედლო კერებში შესრულებული. ასევე მნიშვნელოვანია ხატზე განაწილებული მწვანე ფონზე შესრულებული მე-9 საუკუნის ორი მედალიონი, სადაც გამოსახულნი არიან დედა ღვთისა და დიდმოწამე თევდორე. გარდა იმისა, რომ ამ ტიხრული მინანქრის მედალიონებზე გამოსახულია ახალი აღთქმის პერსონაჟები, ჩვენ გვაქვს კიდევ კორონაციების შემცველი მედალიონები. განსაკუთრებით ხაზგასმელია ხატის ზედა ნაწილზე განაწილებული სწორკუთხა კადრში ჩაწერილი კორონაციის სიუჟეტი, რომელზედაც გამოსახულია ბიზანტიის იმპერატორი მიხაილ ლოკა და დედოფალი მარიამი, რომელიც გახლდათ ბაგრატ მეოთხის ქალიშვილი. ხატი შემკულია სამეფო გულსაკიდი ჯვრებითაც. მაგალითად აი ეს, სადაც გამოსახულია იოანე ნათლისმცემელი, ხოლო მეორეზე ჯვარცმა მაცხოვრისა, ეს ერთი და იგივე სანაწილე ჯვარია, აქ მოხსენიებულია მეფე
კვირიკე, რომელიც კახეთის ქორეპისკოპოსია და იგი მე-11 საუკუნეებით თარიღდება. ეს წარწერა ჩვენ უფლებას გვაძლევს დანარჩენი გულსაკიდი ჯვრებიც ასევე სამეფო კუთვნილად მივიჩნიოთ, რომელიც შემდგომ მოხდა უკვე ხატზე. უფრო მოგვიანებით სიწმინდე გამშვენდა გვიანი ხანის 36 ფერწერული მინანქრით. რაც შეეხება ტიხრულ მინანქარს, მათი რაოდენობა 100-ზე მეტს აღემატება და ხახულის ხატი ამ მხრივად სრულიად გამორჩეულია, რადგან სხვა რომ არაფერი გვქონდეს და მხოლოდ ეს ხატი გვქონდეს, ჩვენ პირველ ადგილს დავიკავებდით მაინც მსოფლიოში ტიხრული მინანქრის კოლექციის თვალსაზრისით და ის არაჩვეულებრივ საგანძურს წარმოადგენს ტიხრული მინანქრების. ხახულის ხატმა თავისი მხატვრული ღირებულებებით მსოფლიო კულტურის საგანძურში დიდი ხანია, რაც კუთვნილი ადგილი დაემკვიდრა. ამ მრავალმხრივ უნიკალურ სულიერ განცდა მხატვრული ჩანაფიქრებით თავიდან ბოლომდე ქართულ ნამუშევარს ანალოგი არ მოეპოვება.